მოგესალმებით ალექსანდრე კობაიძე, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია. პირველ რიგში მინდა ახალი წელი მოგილოცოთ მრავალს დაგვასწროს ღმერთმა და ეს წელი წარმატებული წელი ყოფილიყოს თითოეულ თქვენთაგანისათვის. მინდა გამოვეხმაურო აღმასრულებელ ხელისუფლებაში და თბილისის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დანიშნულ მოადგილეებს საკადრო ცვლილებებს ძალიან სამწუხაროა შინაგან საქმეთა სამინისტროში მსგავსი ცვლილებები რო განხორციელდა ვინაიდან და რადგანაც ახლანდელი პირველი მოადგილე რომელიც დაინიშნა იგი იყო აჭარის შეფი და აჭარაში არაერთი უკანონო ქმედების ფაქტს ჰქონდა ადგილი წინა წელს პირადად მე მაგ სამი საქმე სადაც მე პირადად კურირებ აღნიშნულ საქმეებს ეს არის ჩადებების საქმე სადაც სამ პიროვნებას ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაუდეს და ასეთი ადამიანი რომ პირველ მოადგილედ მათი ხელმძღვანელი პირველ მოადგილედ ინიშნება ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენ ქვეყნისთვის აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მინისტრს მოუწოდებ რომ გონს მოეგოს დაუყოვნებლივ დაფიქრდეს თუ ვინ დანიშნა მის მოადგილეებას წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პირდაპირ ნიშნავს იმას რომ ღებრიშვილის მათ იდეოლოგიას იზიარებს და პირდაპირ პასუხისმგებლობა დაეკისრება ღებრიშვილს და ვაფრთხილებთ ღებრიშვილს რომ კეთილი ინებოს და დაიცვას ადამიანის უფლებები და არ დააფაროს მის თანამშრომლებს ხელი ვისაც შესაძლოა მსგავსი ტიპის დანაშაულებრივ ქმედებებში აქვს მონაწილეობა მიღებული რაც შეეხება მერის მოადგილის ბატონი ლელუაშვილის დანიშნას ვფიქრობთ რომ ეს ადამიანი აქამდეც უნდა დანიშნულიყო ვინაიდან რადგანაც ფაქტია რომ დავით ნარმანია თავის საქმიანობას თავი ვერ გაართვა ეს ფაქტია და კარგია თუ ისეთი ადამიანი ეყოლება მას გვერდით რომელიც შეძლებს და რეალურად დაეხმარება ზოგადად თბილისის განვითარებას ბატონ დავით როგორც ჩანს მენეჯერული ნარმანიას მენეჯერული თვისებები შესაბამისი არ გააჩნია ვინაიდან რადგანაც იგი არაერთ მისი უწყება ამ შემთხვევაში მერი არაერთ სკანდალში ცნობილ სკანდალშია გახვეული ტენდერების თემა და სხვადასხვა საკითხები უამრავი პრობლემა აქვს თბილისის მოსახლეობას აქედან გამომდინარე ძალიან კარგი იქნება თუ ბატონი ლელუაშვილი აი ამ ხვრელს ამოავსებს და ასევე ბატონ დავითს მოუწოდებ რომ ის საათები რომ კვირაში ერთი დღე აქვს გამოყოფილი მოსახლეობასთან შესახვედრას კეთილი ინებოს რომელიც დაპირდა წინასაარჩევნო და შეხვდეს ადამიანებს საერთოდ ჩაიკეტა ეს ადამიანი და საერთოდ აღარ ხდება ჩვენს მოქალაქეებს ამიტომ მოუწოდებ მას რომ კეთილი ინებოს და იყოს კონტაქტური ადამიანებსა და ჩვენი პრობლემები თბილისის მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს. დიდი მადლობა. ამირანაშვილის საქმეს რომ მეუბნებთ, თქვენ ამბობთ, რომ ის მონაწილეობს ჩვენ ვამბობთ რომ ამირანაშვილი გრინპროლის ხელმძღვანელი აჭარის რომელიც ახლა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა ამ ადამიანის დროს პირადად მე სამი საქმე რომელიც დეტალურად მაქვს შესწავლილი ეს ადამიანი იმ დროს როდესაც იგი იყო ხელმძღვანელი ჩაუდეს სამ პიროვნებას წამალი მუპრომორფინი აქედან გამომდინარე პირდაპირ პასუხისმგებლობა ამირანაშვილზეა და ამ შემთხვევაში თუ მინისტრი და ფაქტია რომ მინისტრის ხელსაფარებს ჩვენ აუცილებლივ ღებრიშვილის საკითხსაც დავაყენებთ თუ ეს მინისტრმა არ იცოდა და ფიქრობ რომ უნდა იცოდონა მინისტრს და ვალდებულია იცოდეს მსგავსი ტიპის ქმედებები იმიტომ რომ გენინსპექციაშიც გვაქვს შეტანილი სხვა პროკურატურაშიც გვაქვს შეტანილი რომ ამ ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს და თუ აი ეს არ იცოდა ეხლა ვეუბნები და თუ იცოდა და ანუ ამ კიდე მსგავსი ტიპის ადამიანი დანიშნა პირველ მოადგილედ ნიშნავს რომ მის იდეოლოგიას იზიარებს და ყოველ მიზეზის გარეშე ჩვენ დღეს თუ ხვალ აუცილებლივ მაშინ მოვითხოვთ ღებრიშვილის გადაყენებას ვინაიდან რადგანაც ესეთი მინისტრი რომელიც მსგავსი ტიპის ადამიანებს აწინაურებს არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ შევარჩენთ. რაც შეეხება გვარდიაშვილს და მაღლანიას
ვარდიაში და მარანეს ახლა ისეთი ჩინოვნიკები არ ყოფილან რომ რაღაც კონკრეტულად რაღაც პრეტენზია ქონდეს, მაგრამ აი ამირანაშვილის საკითხთან დაკავშირებით ეს ადამიანს პირადად იმ დროს, როდესაც პირადად მე გახდით და მე ვიცი ეს ადამიანი თუ რა დავალებებს ასრულებდა და აქედან გამომდინარე ამიტომ გვაქვს ძალიან დიდი კითხვები ამ პიროვნებასთან და კეთილი ინებოს გონსმოეგოს და შესაბამისად პოლიცია არის ჰუმანური ორგანო და არ უნდა იყოს ის რომ აქეთ პოლიციის მანტიაში პიროვნებებმა კანონი დაარღვიონ და ადამიანებს ისედაც გაუსაზრდ მდგომარეობაში უფრო დაუმძიმონ.